ვთვლი რომ ჩვენ არხზე ხომ ყველა პროექტი არის ძალიან დიდი რეიტინგით და ეს არის გამორჩეული პროექტი თავისი ხასიათით, თავისი რეიტინგით, თავისი სულისკვეთები და თავისი წამყვანით. მოკლედ გუშინ იმედის არხზე პატარების დიდი შოუს მე-7 სეზონის მე-4 გადაცემა გავიდა. ვასიკო დამეთანხმები რომ ამ სეზონზე კიდევ უფრო მეტი სიურპრიზი, სიახლეში დაბეჭდილება და საოცარი სანახაობა გველის. დღეს ჩვენი სტუმარი არის არც მეტი არც ნაკლები უნიჭიერესი მომღერალი ბარბარე ნებიერიძე, რომელიც გვესტუმრა უკვე და ბარბარე ჩვენთან. ყველა ცდილობდი ვასიკო ბალეტის კლასში ჩარიცხულიყავი, არ მიგიღეს. რადგან ყავთ ასეთი ვარსკვლავი, ბარბარე. აი როგორ ყოველთვის ისევ ლამაზი არის და მოკრძალებით, აი ეს ნახე, აი როგორი ბარბარე. როგორ ხარ ბარბარე? როგორ ხასიათზე ხარ? გუშინდელი გადაცემის მერე უკეთეს ხასიათზე ხარ? მოგეწონა გადაცემა? რა გითხრეს მეგობრებმა, ახლობლებმა, მეზობლებმა, კლასელებმა? ხელს მაწერინებდნენ ფურცლებზე. უკვე ავტოგრაფებს არ იგებ, რა მაგარი ამბავია. უკვე ასეთი ვარსკვლავი ხარ. იცი რა არის, მე მაგ გადაცემაში ხოლმე არ იცავ ადამიანს და ჩვენ ვთხოვეთ ძალიან, რომ ისედაც ძალიან შეზღუდული დროით არის ხოლმე და აბა, დაკავებული ადამიანი ყავს ასე არ არის და ახლა ავტოგრაფებიც და ნამდვილი ვარსკვლავია. რატო არ გცალებ ჩვენს მოგვიყავი, ჩვენს მაყურებელსაც უთხარი, რა რეჟიმი გაქვს ესეთი რომ გადაცემის ჩაწერაზეც ძლივს მიხვედი. ყოველ დღე დავდივარ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში. შაბათ-კვირას მაქვს მანანა ნიორაძის საბალეტო სტუდია და ჩიკო სიმღერაზე დავდივარ სამშაბათს და პარასკევს. და კიდე სკოლაშიც დადიხარ? ინგლისურზე. არ გამოგიხარ, ხარ დაკავებულები, აი ბავშვი რამდენს მუშაობს. სკოლაშიც და ინგლისურზეც. ან საერთოდ არ გაგაჩნია თავისუფალი დღე და აი მეგობრებთან ასწრებ ხოლმე როდესმე თამაშს შეხვედრას. დასვენების დღეებში კი, მაგრამ რომელია დასვენების დღე? შაბათ-კვირას დასვენების? შაბათ-კვირას არა, უფრო კვირას დილით. კვირას დილით, ანუ მეგობრებს იბარებს კვირას დილით, ხო ასე არის. ყოჩახ ბარბარე. მე იცი რა მაინტერესებს, აი შენი ემოციები რას გრძნობდი, როდესაც შენი თავი ჯერ ეკრანზე იხილე და შემდეგ მოდიოდნენ შენი მეგობრები და ავტოგრაფებს გთხოვდნენ. ჯერ ცოტა კი ვინერვიულე, მაგრამ მე ძალიან მომეწონა. თავიდან რომ დაიწყო ნერვიულობდი და ჩაწერისას რა ხდებოდა? ჩაწერისას ნერვიულობდა. არაფერი არ ეტყობოდა ნერვიულობის. და სინამდვილეში ნერვიულობდი? კი. მაგრამ ვასიკო რო დაინახე გაქრა ნერვიულობა, ხო? კი, განსაკუთრებით მაშინ გაქრა რომ კონკურენტი არ აღმოჩნდი მისი, იმიტომ რომ არსად არ მიმიღებენ მესაც ეკვავთ და შესაბამისად კიდე უფრო გაილაღა და გაიხარა. ცოტა გული დამწყდა, ისე პირდაპირ უთხარი, არც კი შეამზადე, რომ არა, შანსი არ გაქვს, ვერცად ვერ მიგიღებ. აბსოლუტურად, აი ესე და მე არა. ჯერ ბევრი სამუშაო აქვს. ბევრი სამუშაო აქვს ნამდვილად მე შევეცდე. პლასტიკაზე, შპაკაჩის ბარბარე, კვირას მე თუ ეცლება, მე კვირას დილით მეგობრებთან ერთად მოვა ვასიკოც და იქნებ ამეცადინო ბარბარე. ბარბარე, რადგან ესეთი რეჟიმი გაქვს და ბალეტიდან გამომდინარე სცენას ასე თუ ისე მიჩვეული ხარ, იქნებ გითხრა რა განსხვავება იყო სცენაზე გამოსვლა, რაც შენთვის ისეც ჩვეულია და აი ეს სიახლე რომ ეკრანზე მთელმა საქართველომ გეყურა. აი ეს განსხვავება თუ დაიჭირე და თუ იგრძენი რომ სხვა მასშტაბებზე გახვედი უკვე ამ გადაცემის დამსახურებით. კი. აი რაში იგრძენი გითხრა? მაგალითად ის რომ ეკრანზე გამოჩნდი ძალიან გამიხარდა. და თან ვინერვიულე. ვინერვიულე ხო? შენ გინდა რომ გამოხვიდე ბალერინა? კი. თუ მსახიობი. ჩვენ სიმღერაზეც რო არაფერს არ ვსაუბრობ. სიმღერა გვექნება. მსახიობიც უნდა და ბალერინაც გვექნება. ხო, სიმღერა გვექნება და ამიტომაც ბავშვი მიკროფონი ჩემოვიდა. ასე არის, მე ვერ დავაკვირდე ბარბარა. ხედავ რომ მე მარტო ისე თვალიდანაც ვეღარ ვიყურები თურმე ესეთი ამბავი მჭირს. მე მამეკო. სიმღერა უფრო გართობაა მე მგონი, იმიტომ რომ ბალეტში დიდ შრომას ხედავ. სიმღერა ესე გამოდის? სიმღერა თვითონ დადის თან სიმღერაზე. რაიმე ნიჭი კიდე ხატავ, ლექსებს ხომ არ წერ. ხატავ, კარგად ხატავ, ხატვაზეც დადიხარ თუ შენით ხატავ? ხატვაზე დავდიოდი, მე დროში რომ ვერ მეტყოდი, გამოვედი. დროში ვერ ეტყო. კვირას დილას ძალიან საყვარელი ხარ. კვირას დილას რო გევლო ხატვაზე, უკვე აღარ შეგეძლო, ხო? დაასვენეთ ბავშვი, გაანებეთ. ხო შეიძლება თავისუფალი დრო კონდეს ადამიანს. ასაკი გავახსენე რამდენი წლის? 10 წლის. ასეთი განრიგით. კი. და 30-ის და 40-ის რო იქნება მაშინ მოდი ახლა გულწრფელად მიპასუხე ოღონდ. ნუ უკვე მივხვდი როგორი ბეჯითი ხარ, როგორი შრომის მოყვარე ხარ, როგორი მოწესრიგებული, დისციპლინირებული, მაგრამ ხანდახან იღლები ხოლმე, ხანდახან გინდა რომ აი დღეს არ წავალ არაფერზე, დღეს სახში ვიქნები, გინდა?
და რას აკეთებ? რჩების სახლში თუ მშობლებს მაინც მიყავხარ? არა, დედას მაინც მიყვარს. ყველაზე მეტად რა გეზარება? სკოლა. აუ, დილით ადგომა. დილას ადგომა თუ თვითონ სკოლა? არა, სკოლა მეზარება. დილას ალბათ ისეს თავისი თითქება ადრე სკოლა და რომელი საგანი? განსაკუთრებით. რომელი ეჯავრება ყველაზე მეტად გე? ხელოვნება? გეზარება? კი. მე პირიქით ველოდებოდი რომ მეთქი მათემატიკა და ესეთები. არა. ქართული და მათემატიკა ყველაზე მეტად მიყვარს ბუნებაც. და ხელოვნებაში ხატვა კი გამომდის, მაგრამ მიყვარს როცა მე თვითონ და წარმოსახვით ხატავ და იქ კიდე წიგნებიდან გვახატინე. დავალებები გეზარება. ჯობია იყო ხელოვანი თავისუფალი უნდა იყოს. მაგას ვიძახი, ეხლა აღმოვაჩინეთ ის, რომ ეს ბავშვი შეიძლება ისეთივე წარმატებული მხატვარი გამოვიდეს, როგორც ბალერინა, როგორც მსახიობი, როგორც თავად უნდა, იმიტომ რომ ისეთი სწორი აქცენტი თქვა, წიგნიდან მახატინებენ, მე ეს არ მომწონსო, ჩემი წარმოსახვით უნდა ვხატავდე. ბრავო. წმინდა ხელოვანის განცხადება. ნამდვილად. ახლა იმღერე ძვირფასო ბარბარე, თუ შეიძლება სცენა გვაქვს აი აქ, გამზადებული სპეციალურად ჩვენთვის. კარგად მღერის ჩვენი ბარბარე და ეხლა ყველაფერი გავამზადეთ იმისთვის რომ შეგვისრულოს არაჩვეულებრივი გადაცემის წამყვანი ხარ ვასიკო რა აი ბედნიერი გადაცემის ამაზე ბედნიერი გადაცემა მე ამიტომ არის კარგი გადაცემა ისე მანანა შეგვისრულებ როგორც გუშინ პატარების დიდ შოუში კი ბატონო გისმენთ დიდი მადლობა. ეს იყო უნიჭიერესი მომღერალი, ბალერინა, მხატვარი და რა ვიცი, კიდევ რა საოცარი ბავშვი. საოცარი. რა რეგალიები იქნება მომავალში ჯერ კიდევ არ ვიცით? ბარბარე ნებიერიძე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. წარმატებები და ცოტა იცელქენ. ჩვენ კი დროა დავემშვიდობ